მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე და ჩემს ვლოგში. წინა შაბათს ცოტა ვიზარმაცე. არ ვიზარმაცე პრინციპში, უბრალოდ არაფერი საინტერესო არ მოხდა. წინა კვირაში, ამიტომ ვლოგი არ დამიდია ახალი. დღეს რა ვშვებით? გავდივარ მოლში. საქმეზე მივდივარ. უნდა ვიყიდო რაღაცეები და გაჩვენებთ აუცილებლად რასაც ვიყიდი. თან თვალს წყარი დავალებინოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვარ სავაჭრო ცენტრში. შევხვდებით შოპინგ ცენტრში. წავედი. აბა ცოტა გავხალისდეთ და დავათვალიეროთ რა ხდება მაღაზიებში. ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მაღაზია ფეხსაცმელების. ამ ჩანთაზე გავგიჟდი, გადავირიე, ისე მომეწონა ფერი, ფორმა, ზომა, მასალა, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ არ შემეძინა იმის გამო, რომ სრულიად არ მჭირდება. ამასობაში კი ისრაელი ნელ-ნელა ემზადება ხანუკის დღესასწაულის აღსანიშნავად. როდესაც ებრაელმა მეობრებმა იერუსალიმის ტაძარი დაიბრუნეს, ტაძრის მენორას, ანუ სასანთლის ანთებისთვის იპოვეს მხოლოდ ერთი პატარა კოლოფი ზეთი, რაც მხოლოდ ერთ დღეს უნდა ყოფნიდა, მაგრამ სასწაულებრივად ეს მცირე რაოდენობის ზეთი 8 დღის განმავლობაში იწვოდა. ამიტომ ხანუკა გრძელდება 8 დღის განმავლობაში და ყოველ საღამოს თითო სანთელს ვანთებთ. ხანუკაზე ტრადიციულად ჭამენ სუფგანიოტებს, ანუ ეს არის ჯემით ან კრემით სავსე ტკბილი ფუნთუშები, რომლებიც ყველგან იყიდება, საოცარი სურნელი აქვს და უგემრიელესია. ხანუკის დღესასწაული ისრაელში აღინიშნება საერთაშორისო ახალ წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ახალი წელი ოფიციალურად არ აღინიშნება, მაინც შევხვდებით ესე მაღაზიებში საახალწლო დეკორაციებს. შემოვედი მანგოში და აი ამ შარვალზე ვგიჟდები, ისე მომწონს, ყავისფერია, კლასიკური. ხარ მოვისინჯო, ხა ვფიქრობ. აი ეს გვიდი. მერა ცუდი ფერი ჩანს კამერაში, მაგრამ აი ძალიან კაი ყავისფერია. აბა მოვისინჯოთ. თუდა დიდი მაქვს. მაგრამ ძალიან კაი შარვალია. აბა წავიდე პატარა ზომა მოვიტანო. ხო, ეს უფრო კარგად მაქვს, რა თქმა უნდა. მე ყველა შარვალი ყოველთვის გრძელი მაქვს. დაველოდებით ფასტაკლებებს, რა თქმა უნდა. წავედით, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე საყვარელ ყველა მასია ყველაფერი. არა, ესენი ცოტა ნაკლებად. რაღაცა დღეს მაინც და მაინც ყველაფერი არ მომწონს, როგორც ყოველთვის მომწონს ხოლმე.
როგორი ხასხასა ბორდოა. Cute. ძალიან კაი შარულებია ესენი. ცა? ისეთი ლამაზი ფერია. ხარ ნახო ერთი მობესენჯო მედიუმი, ელი, მედიუმი. მაგრამ სიტყვით ამოსაცმელზე ფერი არის ძალიან ლამაზი, ძალიან მომწონს. სასემონოც არის ხოთა შორის, ცოტა დიდი მაქვს. აი აქ. მაგრამ ესე კაია, თუ ვნახე უფრო პატარა. დიდი სამონებით შევიძენ. თანშავს მოხდება, თეთრსაც მოხდება, ჯინსაც მოხდება. თეთრ მაისურსაც ჩავიცვა. ძალიან კაი. გადავიდეთ შემდეგზე. აი, ეს ფერი რატო შეიძლება რომ ადამიანს მოგეწონოს და გასასინჯად წამოიღო, არ ვიცი. მაგრამ ნახოთ. ოკეი, ეს არის შარვალი. რომელიც სანკპეია აუჯიბე არ აქვს, რომ ცოტა მედიტება. მაგრამ აი რა მოწონს ეს ოქროს ფერი და ეს ფერი ძალიან უხდება ერთმანეთს. אוקיי, בסדר, אני מניחה שהוא יישאר אותי מתי, הוא יציע לי בין הסרטן. ძალიან ცხელია გავიგუდები, ძალიან ცუდი არ არის. მაგრამ მწვანეზე სხვა გეგმები აქვს. ნახოთ თუ არის ექსტრა სმოლი, მედიუმი, ექსტრა ლარჯი, მედიუმი. არ არის. გამოვედი ხელცარიელი, მაგრამ არა გულდაწყვეტილი, საერთოდ არაფერზე არ დამწყდა გული. იდეაში მე აქ მოვედი ბალიში საყიდლად. და ეხლა წავალ და ბალიშს ვიყიდი და მეც არაფერს. სანამ რამეზე ფეხი გადამიცდა. ფეხი კი არა, ხელი. შევიძინე ორი ბალიში, რომელიც ძალიან მიქო კამპინგბელმა და ასევე შევიძინე თეთრეული ეგვიპტური დამბალ, რომელიც არის საუკეთესო ძანძილი იყო, მაგრამ საოცარი ფასტაკლებები იყო ბარდინონში. რაღაც ერთი 60% აკლდებოდა და თანაც შემეუღეს დაბადების დღე აქვს ამ თვეში და კიდე 20% ფასტაკლება ქონდა და ამ შანსხიდან ვერ გავუშვებდი მოკლედ. ამიტომ შევიძინე ესეთი რაღაცეები ორივესთვის. და ვნახოთ აბრამ როგორი გამოვა, იმიტომ რომ ანუ სხვაზეო ვერაფერზე ვეღარ დაიძინებთო. და ვნახოთ. გადავწყვიტე რომ დღეს გამოვაცხო პური, ხალა, კერძოდ, რომელიც არის ებრაული პური, ისრაელშიც ხომ ხშირად, ძალიან ხშირად, პარასკევობით, როცა შაბათის საღამო შემოდის და ასევე დღესასწაულებზე და ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი პური. სოფლიოში რაღაც მეგონი საოცარი ცომი გამომივიდა. პირველად არ ვაკეთებ, ბევრჯერ გამიკეთებია, მაგრამ მეგონი რომ ძალიან კარგია. გიждები ცომზე და ცომთან მუშაობაზე. ცოტა უშნოები გამომივიდა, მაგრამ იმედი მაქვს რომ გავამაზდება, რომ გამოცხება. ეხლა ცოტა ხანი კიდე დავასვენებ ესე. 1:15 წუთი, 9 საათი. აი, აქ გამეხა ცოტა. გამოწყენ ჩემი პურები და შალახულები არიან, მაგრამ მგონი რომ ძალიან გემრიელია, ცოტა გავაგრილებ და მერე ნახოთ აბა შუაშიც როგორია. აბა ნახოთ. მეგონი კაია.
ძალიან გემრიელია. ცოტა სიტყვაკლია, თორე ისეთ ძალიან გემრიელია. ამის მერე 5 სადილის კვავს შაქარს დავამატებ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მივდივარ. ხალხმზადები, რომ წავიდე გასაუბრებაზე. ეს არის ჩემი რიგით მესამე გასაუბრება ამ კომპანიასთან. პირველი იყო სატელეფონო გასაუბრება, როგორც წესი, HR-თან, შემდეგი იყო გასაუბრება Zoom-ით, ანუ ვიდეოზარით გუნდის უფროსთან და შემდეგ გამომიგზავნე საშინაო დავალება, რომელიც გავაკეთე, დავწერე, საკმაოდ დიდი ხანი, დიდი დრო დავუთმე სხვათა შორის ამ დავალების წერას, ძალიან დამაინტერესა და ახლა მივდივარ მათთან კომპანიაში, რომ წარუდგინო ჩემი საშინაო დავალება. როგორ განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა, შემდეგ გაგიზიარებთ, მაგრამ არ ამგონია რომ ამ ვიდეოში მოვასწრო. შემდეგ ვლოგში აუცილებლად გაგიზიარებთ და იმის გამო, რომ არ მინდა თემას ძალიან გადავუხვიოთ, იმ თემას, რადგან წინა ვიდეოში ვისაუბრე, ან სხვათა შორის მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა იმ კეთილი სიტყვებისთვის და კომენტარებისთვის, რაც ჩემთვის გაიმეტეთ და ძალიან მიხარია. ესეთი კეთილი სიტყვები, რა თქმა უნდა, ვის არ გაუხარდებოდა. კიდევ გუშინ ჩემმა მეგობარმა ისეთი ამბავი გამიზიარა, ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ძალიან გამახარა. მოკლედ მითხრა, რომ თანამშრომლების შეკრებაზე, ანუ team building-ზე ასე ვთქვათ, მის ერთმა თანამშრომელმა უთხრა ჩემ და ქალს, თამუნას, რომ ნახა ვიღაცის ბლოგში. ეს ადამიანი გულისხმობდა თბილისის ბლოგს და უთხრა, რომ დედა ჩემიო უყურებდაო და მეთქი რა ნაცნობი სახეაო ეს გოგო ვინ არის და ისე გავიხარდა, ანუ რა თქმა უნდა ხარ ციფრებს, ნომრებს, ვიდეოს ქვემოთ ანალიტიკას ასე ვთქვათ, დიდ ყურადღებას ვაქცევ და ვუყურებ ხოლმე, მაგრამ აი ესე რო გეუბნება ვიღაც, ანუ ციფრების სხვა და როცა ადამიანი რაღაცას გეუბნება, სულ სხვა და იმ ხელ мотиваცია მომეცა, კიდე რო გავაგზავნო ვლოგები არის და მოკლედ ძალიან გამახარა ამ სიტყვებმა და დიდი მადლობა ვინც მიყურებთ. ოკეი, სახე დავიტენიანე. თლად ხა ძალიან დიდი მაკიაჟის წასმას არ დავიწყებ, თან მინდა რომ გესაუბროთ წარმები რას მიგავს უკაცრავად ამეჩეჩა ძალიან. ჩემს წინა ვლოგში ვისაუბრე ჩემ ქორწილზე და სადა როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე, მინდოდა ზოგადად რომ ანუ თემას რო ძალიან არ გადავუხვიდო, ცოტა ესეთი გაგრძელება გამომივიდეს, მოგიყვეთ რასა და როგორ იცნობენ ხოლმე ისრაელში ხალხი ერთმანეთს, ანუ წყვილები. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ძალიან ხშირად იყენებენ აპლიკაციებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გულისხმობ Tinder-ს, ახლა ვიცი რომ საქართველოში სხვანაირი სტერეოტიპებია Tinder-ზე, მაგრამ ჩემი მეუღლის გარშემო, აი, არ ვიცი, რამდენიმე მეგობარი არსებობს, რომლებმაც თავიანთი მეუღლეები გაიცნეს Tinder-ზე სწორად, შექმნეს ოჯახი, ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ. სიმართლე გითხრათ, მე პირადად არ გამომიყენებია Tinder-ის აპლიკაცია, ამიტომ ჩემს გამოცდილებას სამწუხაროდ ვერ გაგიზიარებს. ოღონდ არაფერი საწინააღმდეგო ასეთ აპლიკაციებთან არ მაქვს აბსოლუტურად პირიქით, თუ ეხმარებიან ადამიანებს ერთმანეთის გაცნობაში, რატომაც არა, ხო, რა სისულელეა. ნუ რა თქმა უნდა, ხა ხვდებიან დაბადების დღეებზე, საერთო მეგობრების ასე შემდეგ, მაგრამ მაინც Tinder-ი და ესეთი აპლიკაციები, ალბათ Instagram-ზეც ხდება ესეთი რაღაცეები, გაცნობა როგორც საქართველოში, როგორც მახსოვს, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე იყო, ახალგაზრდობაში, რომ ანუ Instagram-ზე მიდიოდა მიწერ მოწერა და ხალხის გაცნობა. ნუ დაახლოებით იგივე ვარიანტია აქაც. და ხდება თვითონ პირველ პაემანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ეს უფრო ეხება ადამიანებს, ვინც ცოტა უფრო აი 30 წელი პლუსი და უფრო ვინც ცოტა სერიოზულად ფიქრობს უკვე ოჯახის შექმნაზე და ასე შემდეგ. პირველივე პაემანზე, როგორც კი ხვდება წყვილი ერთმანეთს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ამ სიტუაციაში ამ დროს განიხილავენ პირველივე შეხვედრაზე არის ივრითულად ეძახიან დეუნციპიოთ. ანუ რას ნიშნავს? მოლოდინების შეთანხმება, ზუსტად სიტყვით რომ გადავთარგმნოთ. ძალიან ცხელა, აი ისეთ ცხელა რომ გაოცებული ვარ ნოემბერში ესეთი სიცხე არ გამიგია. რა იგულისხმება? აუცილებელია, რომ წყვილის მოლოდინები ამ ურთიერთობიდან ერთმანეთს ემთხვეოდეს. მაგალითად, შეიძლება მე კი ვიყოთ 30 წლის, ან 35 ან რამდენიც გინდა, უბრალოდ ვეძებდე საყვარელ ადამიანს, მეგობარს, ანუ იმ გოგონას, ასე ვთქვათ, ან ბიჭს. იმის იქით არაფერი, ანუ ოჯახის შექმნაზე ჯერ არ ვფიქრობ, არ ვარ ჩამოყალიბებული, არ მინდა, უბრალოდ მინდა რომ მყავდეს გვერდში საყვარელი ადამიანი. მაგრამ შეიძლება მეორე მხარეს უნდოდეს პირიქით ოჯახის შექმნა. ამიტომ აი ამ მოლოდინების შეთანხმება
გრძნობა პირველივე პაემაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთის დრო ტყუილად არ გაფლანგონ, ფუჭად არ გაფლანგონ, ასე ვთქვათ, და პატივის სცენ ერთმანეთს. ნუ ეს ხა ჩემი შემთხვევაშიც ნამდვილად ასე მოხდა. 30 წლის ვიყავი, მაშინ ჩემ ქმარს რო შევხვდი და ჩემი მეუღლე კიდევ უფრო დიდია ჩემზე. და რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე განვიხილეთ ეს საკითხი და როგორც კი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ორივეს ერთი და იგივე რაღაც გვაინტერესებდა, ან ოჯახის შექმნა, უკვე აქედან სწორად წარიმართა ჩვენი ურთიერთობა. ასევე ძალიან ხშირად გამიგია ესეთი მომენტები ჩემი მეგობრებისგანაც სხვათა შორის, რომ კი უნდათ ოჯახი, სერიოზული მიზნები აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ შეიძლება ერთ მხარეს არ მოძდეს სიტყვაზე შვილები. იმიტომ რომ რატო ხო, ეხლა რატო უნდა ვიყო მე იმ ადამიანთან სიტყვაზე, ვისაც მე ანუ იმ ადამიანს, ვისაც შვილების ყოლა უნდა, იმ ადამიანთან ვისაც არ უნდა, ხო? ანუ ეს შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არა, რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ როგორც წესი, ესეთი რაღაცები არ იცვლება ხოლმე. ნუ არა, შეიძლება შეიცვალოს, არ ვიცი. მე მგონი რომ ყველაფერი გაგიზიარეთ, რაც მინდოდა და თქო და რამე კითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ გამიზიაროთ, ვკითხოთ კომენტარებში დამიწეროთ, აუცილებლად გიპასუხებთ. უკვე უნდა გავიდე და რა თქმა უნდა, ყველაფერს შეგატყობინებთ შემდეგ ვლოგში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვნახავთ რა სამსახურს. სხვადასხვა კიდევ ერთი კომპანია დამიკავშირდა და უნდათ რომ გასაუბრება ჩაინიშნათ ჩემთვის, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ გავაუქმეთო ეს პოზიცია, რაღაცას ვამოწმებთო და თუ ისევ გადავწყვეტთო რომ დავიქირავთო, თანამშრომელია, აუცილებლად შეგატყობინებთო და დაგიბარებთ გასაუბრებაზეო. მაგრამ მე მგონი რომ არაფერი არ შეიძლება ამ შემთხვევაში. ჯერჯერობით ყურადღებას გადავიტან აი ამ გასაუბრებაზე და საშინაო დავალების წარდგენაზე, რაც ეხლა მაქვს. აბა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ კომპანიაში. დროებით. დილამშვიდობის სამეგობრებო. და მე ტრადიციულად როგორც ყოველ კვირას გავგივარ აღრიცხვაზე, უმუშევრობის აღრიცხვაზე და მაგვიანდება. ეს ჩემს მას უნდა შევხვდე, უბრალოდ უკვე მოვიდა და ეხლა ვალოდინებ. და გავბოდიალდებით ერთად გარეთ. მოვედით თელ-ავივის შოპინგ ცენტრში. ხა ვეძებ ჩემ ძმას. რო შემოვიდა დავინახე, მაგრამ სად წავიდა აღარ ვიცი. ფაშორის ძალიან მიყვარს ეს მოლი, იმიტომ რომ ყოველთვის ცარიელია ხოლმე. და სუფთა. აი ჩემი ძმაც მოდის. თქვენ ვერ ხედავთ? შეიძლება ხედავთ. დით ალოში ბიჭების არის აუ ძალიან მძიმეა ხო არ გადაო. აი კაია. ესეც მძიმეა? კაი სინჯი არ გინდა? შემდეგი გაჩერება არის კოსი. Hello. ყველაფერი არის ყავისფერი და ჭაობისფერი. ამ წლის ამოჩემე, ბოლო 2 წელიწადია წითელი მაქვს ამოჩემებული და არ ვიცი რატო. აი სურები აქვს. კოს, სხვა შორის ესეთი მაქვს, ერთი შავი და ძალიან კაია. წელობა ნომერი 3. ფერი ძალიან ისეთია. ხო, მისია ამ ეტაპზე წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგში მოვძებნით. ეხლა წავალთ და რამეს შევჭამთ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ჭამაზეა დამოკიდებული ამ ცხოვრებაში.
აქ არის ერთი ძალიან ცნობილი სანაყინე ებრაელი შეფით და მივდივართ იქ სული გია ხოლმე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კვირას და შუადღეს არ იქნება ძალიან დიდი რიგი. ძალიან გემრიელი, ნაყინით დავაყოლეთ. ძალიან კაი სტრუქტურა აქვს მაგ ნაყინს და ძალიან უცხო და უცნაური გემოებია. მე ავიღე მარშმელოსი და რეკს მაიღო შოკოლადი და ბანანი. ეხა იქ ყველაზე ნორმალურია, ხო? ერთ-ერთი არ. როგორ არის ეს? ფისტუკი. Pista. ფსტა. Pista. ფისტა თუ ფსტა? არა, რა pista. ფისტა. ფსტა რა ფსტა? ფსტა არის? ხო, ვაფშე. ინე ამავთილახა. ძალიან საინტერესო გემოებია. ხმოვანი სადა. არ არის. არ არის საჭირო ხმოვანი, ირითულია. ირითულში ხო არის წერება ისინი რა ქვია, ხმოვნები. მაგრამ რავია, რა pista. მოკლედ, ხალხო. ქართულის გაკვეთილები გვაქვს დღეს ვლოგში. და ჩვენ ყველაზე ნორმალური გემოები ვჭამეთ დღეს მაგალითად. კიდე არის ძალიან გემრიელი დარიჩინი და ნუში. ძალიან გემრიელია, სულ მაგას ვჭამ ხოლმე და ეხა არ ვჭამე ეგ. მოკლედ. იყო მარტო და რაღაცა. თუ მოხდებით თელ-ავივში და ისრაელში, აუცილებლად გასინჯეთ. ძალიან მიყვარს ეს პარკი სხვათა შორის. ძალიან კარგია. აქ მოსვლა ხოლმე. თან ზღვასთანაც ახლოს არის. ზღვაზეც ამოვყავით თავი. დილამშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. აბა თუ გამოიცნობთ, სად მივდივარ? მივექანები. ეხლა ვარ მატარებელში და მივდივარ აეროპორტში, რომ დედა მოვიყვანო. იმიტომ რომ ჩამოვიდა და სხვა შორის ჩამოფრინდა უკვე და მელოდება. უკვე 9 საათია. მაზე ადრე გამოვიდა, ვიდრე მეგონა რომ გამოვიდა და სამწუხაროდ და აი ესე. მე საწოლიდან გადმოვარდნილს ვგავარ, იმიტომ რომ მართლა ესეა. უცბად ძალიან მომინდა რომ სადვე მივდიოდე, მიფრინავდე. მოვაღწია როგორც იქნა. ვიბავე. როგორც ყოველთვის ტელეფონზე ლაპარაკობს. დედუ. და როგორ გავოდიე? მოვიარე ხულონი. ჩემო მეგობრებო, დედაც დავავინავე, რასაკვირველია, დაზურგულიც მივდივარ სახლში და ჩვენი ვლოგის დასასრულს მიუახლოვდა, შევხვდებით შემდეგ ვლოგში იქიჩაბაც იმედია რომ აღარ დამაგვიანდება ვლოგის დადება.